მოგესალმებით. ვიწყებ ახალი ვიდეოს ჩაწერას და დღევანდელი ვიდეო იქნება პოკერის სწავლაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ პოკერი და წესით როგორ უნდა ვსწავლოთ პოკერს. იდეაში მე მათქვა მაქვს ჩემს ვიდეოებში ბევრჯერ რომ მე თვითონ არ ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან ისეთი რომელსაც სწავლას წყურია და ძალიან დიდი მონდომებით მუშაობს პოკერის თეორიაზე, მაგრამ მე არ ვიქნები კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩემი თავარი ინტერესი სფერო პოკერი არ იყო წლების მანძილზე. თუმცა ვფიქრობ რომ მიუხედავად ამისა, მაინც ჩემი მხრიდანაც ეს იყო შეცდომა, რომ თეორიას დიდ დროს არ ვთმობდი და პოკერისაც თქვა სწავლას დიდ დროს არ ვთმობდი და არ ვითარდებოდი მაგ მიმართულებით და გირჩევთ რომ არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა და მეც ვაპირებ რომ ნელ-ნელა გამოვასწორო ეს შეცდომა და იდეაში ამ არხის არსებობაც მაგის დამსახურებაა, რომ ასე ვთქვათ, ეს არხი მაძლევს ასე ვთქვათ, ტონუსში მამყოფებს, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ თეორიაზე და დავუშვათ რაღაც თემაზე ვიდეო რო მაქვს მოსამზადებელი, თავისთავად მე თვითონ პასუხისმგებლობა მაქვს, რომ მე თვითონ გამოვერკვიე ჯერ იმ თემაში, სანამ ვიდეოს მომავზადებ და დაახლოებით რაც რო სიღრმეში წავალ, დავუშვათ ამ არხის კეთებისას, რაც რო სიღრმეში წავალ რაღაცა თეორიულ ასპექტებში, მით უფრო მე თვითონ მომიწევს რომ გამოვერკვიო და იდეაში ერთ-ერთი ჩანაფიქრი ესეც იყო და კიდე ბევრი სხვა მიზეზი და ჩანაფიქრი იყო ამ არხის შექმნისა და დავიწყოთ ეხა საუბარი უკვე სხვადასხვა მეთოდებზე თუ როგორ შეიძლება პოკერი ვისწავლოთ და როგორ სწავლობს ხალხი ძირითადად პოკერს, რა შესაძლებლობები არსებობს თანამედროვე სამყაროში და მოდი პირველი რადგან ვილაპარაკებ ეს იქნება სტრიმები. იმიტომ რომ სტრიმები არის ძალიან პოპულარული. ქართველი სტრიმერებიც არიან, სხვადასხვა ვინმე ქართველი სტრიმერების სკრინი რო ჩამესვა აქ კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს იმიტომ ჩავსი ავრორა იმიტომ ჩავსი რომ ამ ვიდეოს ასე ვთქვათ ინსპირაცია ავრორას ვიდეოდან ავიღე. ამას წინათ გააკეთა რაღაცას გავსი არა იგივე თემატიკის ვიდეო და ძალიან მომეწონა და ვიფიქრე რომ ჩემს არხზეც მინდოდა რომ ყოფილიყო მსგავსი თემატიკის ვიდეო ქართულ ენაზე და იყოს ავრორა. ეს არის high stakes-ის რეგულარი, რომელიც ეხა ამ სკრინზე ტურნირებს თამაშობს, მაგრამ ისე cash-ის რეგია. ბოლო პერიოდში გადავიდა ტურნირებში უფრო შეიძლება ითქვას და სტრიმავს და ძალიან საინტერესო სტრიმი აქვს და მე მიყვარს ეს სტრიმი. არის შესაძლებლობა სტრიმს აქვს ერთი ძალიან ძვირფასი დადებითი რამე, რომ შეგიძლია დასვა შეკითხვა. შეგიძლია კითხო ადამიანს, რაც გინდა და თუ კარგი სტრიმერია, რავი, მიიღებ ამ უწურავ პასუხს. მაგრამ ზოგადად სტრიმი არ ითვლება პოკერის შესწავლილ კონტენტად რა. სტრიმი არის გასართობი კონტენტი, ამას არც არავინ არ მალავს, არც არავინ არ უარყოფს, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, აღიარებული ფაქტი. მაგრამ ამ სასარგებლო გართობაა შეიძლება ითქვას რა. შესაძლებლობა გაქვს რომ დასვა რამე შეკითხვა, პლუს უყურებ სტრიმერის თამაშს, თუ კარგი პროფესიონალი მოთამაშე თამაშობს, იქიდან შეიძლება რაღაცა დასკვნები გააკეთო. არის რამდენიმე კრიტერიუმი. ერთი რომ პროფესიონალი უნდა იყოს მოთამაშე, მეორე რომ ავტორესთან ურთიერთობა უნდა კარგად გამოსდიოდეს და მესამე ის რომ შეუნა კონდეს ის შესაძლებლობები, რომ იმდენად განვითარებული უნდა კონდეს რაღაცა პოკერში, მეტნაკლებად განვითარებული უნდა კონდეს რაღაცა ასე ვთქვათ, შენი ხედვა რომ სწორი დასკვნების გაკეთება შეგეძლოს. თუ ეს სამი კომპონენტი არსებობს, ბევრი კომპონენტია, მაგრამ ეს სამი ძირითადი ხარაც ეს ენაზე მომადგა, ესე გამოვყავი ეს რაღაცა ანალიზის და რაღაცა სტატისტიკური ანალიზის ის არ არის შედეგი ეს სამი კრიტერიუმი. მოკლედ დაახლოებით თუ შეგიძლია სწორი დასკვნების გაკეთება, თუ პროფესიონალს უყურებ და თუ ასე ვთქვათ აუდიტორიასთან კარგად ურთიერთობს, შეკითხვას კარგად პასუხობს და ასე შემდეგ, სტრიმების ყურება ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ეს გართობაა, სასარგებლო გართობა და არა, დავუშვათ, თეორიაზე მუშაობა. ეს უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ ასე ვთქვათ, არასწორი იმედები და მოლოდინები არ დავამყაროთ სტრიმების ყურებაზე. მე მაგალითად სტრიმებს ვუყურებ, მიყვარს, ძირითადად პოკერს ესო თამაშობ, ჩართული მაქვს ხოლმე რამე სტრიმი და შეიძლება რაღაცა უცებ რაღაც ძალიან საინტერესო გაიგო, სტრიმს როცა ვუყურებ, თუ არა და ისე უბრალოდ ერთობი სასიამოვნო. ზოგადად პოკერის თამაშისთვის არაფრის ყურება რეკომენდებული არ არის. შეიძლება დაჟე რაღაცა ესეთი მუსიკის მოსმენაც არ არის რეკომენდებული, მარტო წყნარი მუსიკის ან რაღაც ეგეთი და მაგრამ მე მაქვს ეგ ცოდვა და რავი. ხო, მოკლედ ეს იყო სტრიმებზე რაც უნდა მეთქვა. კიდე სტრიმები იცით რომ მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს სტრიმებთან, იმიტომ რომ სტრიმები ახერხებიან პოკერის პოპულარიზაციას და ასე ვთქვათ, ვფიქრობ რომ რაღაცა პოკერის ტრაფიკზე არსებითად აისახება სტრიმების არსებობა YouTube-ზე.
არსებობს სლოტების სტრიმები რაღაცეები, რაც ნუ რა თქმა უნდა სხვა რამეა, საერთოდ კავშირი არ აქვს პოკერთან, მაგრამ მაინც რახან ადმინისტრაციულად მოიაზრება პოკერიც და სხვა კაზინო გეიმებიც აზარტული თამაშების კატეგორიაში. ასე ვთქვათ, ტრაფიკი პოკერს უფრო მეტად აკლდება დროთა განმავლობაში რა. და ანუ ეს ორგანიზატორები ცდილობენ რომ ანუ რეკრეაციული მოთამაშეები ანუ სხვა თამაშებში წაიყვანონ, იმიტომ რომ მაგათთვის ეგ უფრო მომგებიანია. შესაბამისად ანუ რაღაცნაირად თვითონ ეს სტრიმი არის შესაძლოა რომ თვითონ ჩვენ მოთამაშეებმა რაღაც გაგებით პატარა კონკურენცია გავუწიოთ და ცოტა ტრაფიკი პოკერში გადმოვქაჩოთ. შეიძლება ესე ითქვას რა. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩემი ხედვა არის, მაგრამ ანუ არ გადამიმოწმებია ეს ასე ვთქვათ რაღაცა მტკიცებულებების დონეზე და სტატისტიკურად ეს ამდენად მტკიცდება ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლოგიკა ესეთია, ჩემი შეხედულება დაახლოებით სტრიმების მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ ერთ სიტყვით რა. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ საუბარი და სტრიმების მერე გადავიდეთ აი ეს რამეზე, რაც არის მასტერ კლასები და კურსები პოკერის. სპეციალურად მოვიყვანე ესეთი ცნობილი ადამიანების შექმნილი კურსები, როგორც არის ფილაევი და ნეგრიანო. ამის რეკლამებს აგდებს ხოლმე ბოლო დროს ძალიან აქტიურად YouTube-ი. ხოლმე მაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ, რომ არ დაგიმალოთ, ეხლა უფასოდ რომ მქონდეს ეს კურსი, დიდი სიამოვნებით უყურებდი. ესე აივის მოусმედი ცოტა ხანიან ნეგრიანოს გამისწორდებოდა, რაც კაი ტიპები არიან და რაღაცა. მაგრამ პოკერის სწავლასთან და პოკერის ასე ვთქვათ თეორიაზე მუშაობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს რა. კი, შეიძლება რაღაცა სწორი დასკვნების კეთება კურსებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც წესი ფასი აქვს ხოლმე ისეთი კურსებს, რომ თავის ფასს არ ამართლებს ხოლმე რა. თუ რატო ეხა მაგას მოგვიანებით ვილაპარაკებ, როცა ინდივიდუალურ ტრენერებზე ვილაპარაკებ, მაგალითად ნებისმიერი კურსის ყიდვას და ვთქვათ ტრენერთან მისვლას და რაღაც რამდენიმე საათი ინდივიდუალური მუშაობის ყიდვას შორის, აი არსებითი სხვაობაა სარგებლის თვალსაზრისით. ანუ ტრენერი ბევრად უფრო სასარგებლოა მაგის გამო და შესაბამისად კურსში ფულის გადახდა თან მიუხედავად მით უმეტეს როცა YouTube-ზე და ზოგადად ინტერნეტში ანუ ძალიან ბევრი კურსი არის ხელმისაწვდომი უფასოდ, რომელშიც მეტაკლებად ერთ და იგივე თემები არის განხილული, მოკლედ კურსებში ფულის გადახდას არ გირჩევთ. არანაირ შემთხვევაში თუ უფასოდ რამე კარგი კურსი გექნება თუ უყურეთ, YouTube-ზეც არის ძალიან ბევრი კარგი კურსი უფასოდ ხელმისაწვდომი, მოდენეთ უყურეთ. მით უმეტეს ესეთი რაღაცა ნახევრად თეორიაზე და ნახევრად ავტობიოგრაფიაზე მიმართული კურსები რა, როგორც ახლა ეკრანზეა. ნუ არ მინახავს ეს კურსები, მაგრამ რაღაც ეგეთი დაბეჭდილება მაქვს. რეკლამებიდან ეგეთი დაბეჭდილება დამჭა. არა, დარწმუნებული ვარ, კარგი კურსი იქნება, უფასოდ რო იყოს, ყურება ნამდვილად ღირს. კაი, შემდეგი კატეგორია, ეს არის პროგრამები, GTO solver-ები და მსგავსი რაღაცეები. ერთი სიტყვით, ესეც იგივე ამბავია რა. ძვირი ღირს და დამოუკიდებლად დამწყები მოთამაშე რომ გამოერკვიოს ამაში თითქმის შანსი არ აქვს რა, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს. რავი, GTO Wizard-ში რომ დაждდეს ახლა და რაღაც NLOC-ის და NLAT-ის რეგულარი იჯდეს და რაღაცეები იჩალიჩოს და იქიდან რაღაც დასკვნები აკეთოს და მე მაგის მიხედვით ითამაშოს, აი ძალიან პატარაა იმის შანსი რომ გამოადგეს რა, სავარაუდოდ უფრო ლუზური და უარესი გახდება მაგისი თამაში და უფრო გაუარესდება მაგისი სტრატეგია და საბოლოო ჯამში კარგად არ დამთავრდება აი ყველაფერი რა. თუ მაგალითად ტრენერი გეყოლება, რომელიც დაგამოღამებინებს, აგიხსნის, როგორ მუშაობს რომელიმე სოფტი და გაგიძღვება ამ გზაზე, ხო? საბოლოო ჯამში სოლვერებთან მიდის ნებისმიერი თეორია, ანუ ნებისმიერი განვითარება თეორიული პოკერში მიდის სოლვერებთან, რა თქმა უნდა, სოლვერი ყველაზე მაგარი რაღაცა არის, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, როცა სწორად მოხმარება იცის სოლვერის და არა იმ შემთხვევაში თუ უბრალოდ ასე ვთქვათ შენით დამოუკიდებლად ჯერ რაღაცა საბაზისო კონცეფციები აი ძალიან კარგად თუ არ გესმის, ხო? მაშინ ადრე არის რომ გადახვიდე სოლვერში რაღაცების დაანგარიშებაზე რა. ჯერ უნდა გაიმყარო ეს ბაზა და მერე უკვე დაამოღამო უკეთესო პროგრამასთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ეხლა არ ვამბობ შედარებით პრიმიტიულ პროგრამებზე, მაგალითად რაღაცა კალკულატორები და მე ვასაუბრებ შორის პოკერის სოფტზე მაქვს ვიდეო, რომელსაც გავუწევდი რეკომენდაციას, იქ ბევრს ვლაპარაკობ, უფრო აქ დიდი ხანი არ გავჩერდები ამ თემაზე. და რავი, Flopzilla, Equilab უფასო ვარიანტი მაქვს Flopzilla-ში. Flopzilla-ში რა, კალკულატორია რა, Equitis კალკულატორია და ორივე ოღონდ Flopzilla ფასიანია, იაფი ღირს რა.
მაგრამ ჯერ ხომ უნდა მოიგო ფული, რომ ეგ მაინც იყიდო $25 თუ რაღაც ღირს აღარ მახსოვს, მაგრამ ხომ უნდა მოიგო რა ეგ ფული ჯერ რა და მანამდე სანამ მაგ ფულს მოიგებ, შეიძლება ეკვილა ვიქონდეს ან რაღაც ეგეთი. ხო. კიდე ანუ თუ ისეთ რომში თამაშობ, სადაც ტრეკერი მიდის, ანუ hand to note მიდის, აუცილებლად უნდა იხმარო ეგ, რომ დააგროვო უბრალოდ საკუთარ თავზე დააგროვო hand history, რომ მერე დაუშვათ ტრენერთან გაარჩიო ან რაღაც ეგეთი. მოკლედ ეგ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ქართველები უმრავლესობა ისეთ რომებში არ თამაშობთ, სადაც hand to note-ით შეიძლება ისარგებლო დააგროვო სტატისტიკა საკუთარ თავზე. რაც ცუდია, მაგრამ რას ვიზავთ? თუ იცით რამე კარგი რომი, კარგი შემადგენლობებით და თან ტრეკერიც რო შეიძლებაოდეს, დაწერეთ აუცილებლად. და რავი. გავაგზავნოთ ხო ჩვენ საუბარი. ბევრი რომი ვიცი ეგრე მე ხა ისე ზოგადად რა ხა. მაგრამ აი რეკომენდაციას რო გავუწევდი აი შემადგენლობების რო კარგია და რაღაცა, ეგეთი ბევრი არ მეგულება. ხო, შემდეგი რაც არის, ანუ ყველაზე დიდად რეკომენდებული ეს არის ინდივიდუალური სწავლება და აქ აი ინტუიციურად ხათაშორის ეგრე არ გეგონება ხოლმე რა, იმიტომ რომ რაღაც თითქოს პოკერი არ არის რაღაც ისეთი რამე, რასაც ესე მიდიხარ და მასწავლებელთან სწავლობ და ასე შემდეგ რა. ესე არ წარმოგვიდგენი ადამიანებს, რომ რაღაც კარტის თამაშის მასწავლებელთან მიხვიდე და ისწავლო რაღაცნაირად კონტრინტუიციური რაღაცა არის რა. მაგრამ ინგლისურზე ხალხი დადის და ინგლისურის მასწავლებელთან ხალხი მიდის, ხო? პირობითად. და რატო ხდება ეს ყველაფერი? მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ YouTube-ზე დევს ინგლისური გაკვეთილები, რამდენიც გაგიხარდება და ძალიან მაგარი მასწავლებლები, მე თან უყურებ ან ცოტა ვცდილობ ინგლისური ვისწავლო და ინგლისურის მასწავლებელს რავი, ინგლისურის მასწავლებლების YouTube არხებს უყურებ ხოლმე ვიღაცებს და ძალიან კარგი მასწავლებლები არიან და კარგ კონტენტს აკეთებენ ბევრი. კიდე ChatGPT არსებობს, რომელსაც შეგიძლიათ საერთოდ ელაპარაკო და რავი ძალიან მაგად ლაპარაკობს, ანუ გრამატიკულ კონცეფციასაც გიხსნის და ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო, მაინც ინდივიდუალური მასწავლებელს არ ჩაანაცვლებს რა, ინდივიდუალური, იმიტომ რომ იქ სხვა რამე ხდება რა. ან ჯერჯერობით იქამდე არ მისულა ეს ყველაფერი, რომ ინდივიდუალური სწავლება ჩაანაცვლოს. და ვფიქრობ, რომ იგივე ხდება პოკერშიც რა. ანუ კონკრეტულად შენზე ასე ვთქვათ, დაკვირვებით რომ კარნახობს რაღაცებს მასწავლებელი და გეუბნება შენ კონკრეტულად პირადად რა პრობლემებიც გაქვს, ის პრობლემები როგორ უნდა გამოასწორო, ხო? ეგ სულ სხვა რამეა, ვიდრე ზოგადი თეორიული ცოდნა მოქცეს და დავუშვათ იქიდან მე შენ ამოარჩიო რაღაცეები. სავარაუდოდ, როდესაც აი კურსს ყიდულობ ან რაღაც ეგეთ ამ კურსით სწავლობ, ხო? ძალიან დიდია იმის შანსი, რომ რაც ისედაც კარგად იცი და კარგად გამოგდის, ის კიდე უფრო კარგად განავითარო და დახვეწო, მაგრამ რაც ცუდად გამოგდიოდა, ის უბრალოდ დააიგნორო და ვერ გამოასწორო. აი ძალიან დიდია ამისი შანსი. შესაბამისად, ინდივიდუალურად ტრენერის აყვანა ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია, ყველაზე ეფექტური მეთოდად რჩება დღემდე. აქვე მინდა დავამატო ის, რომ მე ინდივიდუალური ტრენერი არ ყოლია, ჯგუფში ყოფილვარ, პოკერის ჯგუფში ყოფილვარ. საქართველოშიც ყოფილვარ რაღაც ჯგუფში, ცოტა ხანი ძალიან და ინტერნეტით ანუ დისტანციურადაც ყოფილვარ რაღაც რუსულენოვან პოკერის ჯგუფში და ორივე გამოცდილება მეტაკლებად ნორმალური იყო, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ის არ იყო, რომ რაც მე მინდოდა რა. ანუ დიდი სარგებელი არ მიმიღია რა, მაგის თქვა მინდა რა. იმიტომ რომ ხო, და ეხა თუ დავუშვათ რამე ტრენერზე ვიფიქრებ, ან ტრენერთან მისვლაზე ან რაღაც ეგეთი, აუცილებლად ინდივიდუალურად წავიდოდი რა. იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული შეკითხვები დაუსვა, მე რა მაწუხებს, მე რა პრობლემები მაქვს, ანუ კონკრეტულად ჩემი თამაში გავარჩიოთ და ჩემი ლიქები მოვაგვაროთ, ასე ვთქვათ რა. და არა ზოგადად ვიმუშაოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა ზოგადი ლოგიკის და აზროვნების განვითარებაზე, რაც უფრო ჯგუფში ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ეგ ვფიქრობ, რომ ისედაც ნორმალურად მაქვს განვითარებული რა. შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, რომელსაც მე საერთოდ ვერც კი ვამჩნევდი, რომ მაქვს რა. და აი ტრენერის მოვალეობაც ეგ არის, რომ შეამჩნიოს, როცა შენ ბაზას გაარჩევს, კარგ შემთხვევაში, ან ცუდ შემთხვევაში მაგალითად ვიდეოს გაარჩევს რა. როცა ბაზა არ აქვს, ნუ იდეაში სხვა ვარიანტი არჩევა, რომ ვიდეო გაარჩიოს შენი თამაშის. მაგრამ ვიდეოზე კიდე კარგად არ ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ ვიდეო არის 1 საათიანი, ხო? სიტუაცია ხარ. 10 საათიან ვიდეოს ვერ გაარჩევს. იმ 1 საათიან ვიდეოზე შეიძლება არ გამოჩნდეს უბრალოდ შენი რეალური პრობლემები. მაგრამ ნუ რამდენჯერმე რომ გაარჩევთ, უკვე მე რაღაცა გამოჩნდება. მე ვცდილობ ჩემს გამომწერებს, გაურჩიო ხოლმე ვიდეოები იმ ლიმიტებზე, რა ლიმიტეზეც მე კომპეტენტური ვარ
ასე რომ, რავი, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, მომწერეთ, გამომიგზავნეთ, ჩაწერეთ ვიდეო, გამომიგზავნეთ და გავარჩიოთ. ოღონდ ისე YouTube კონტენტის ფარგლებში, ანუ რა, დაიდება YouTube-ზე. ეგ გაითვალისწინეთ. ხო, კიდე სად ვიშოვო ტრენერი. ეს რახან ესეთი მნიშვნელოვანი კატეგორია, თორე ამაზე გავჩერდეთ, ახლა სად ვიშოვო ტრენერი, ახლა მაგაზე დავილაპარაკოთ. საქართველოში ქართულენოვანი ტრენერი სად უნდა იშოვო, მე არ ვიცი. და საერთოდ თუ არიან, თუ წვნიან პოკერისტებს წარმოდგენა არ მაქვს მაგაზე. ვიცი რომ მე ან დაწყები მოთამაშეების გარდა კიდე პროფესიონალების მიყურებენ ამ არხზე და თუ ხარ, თუ რამე ინფორმაცია გაქვს მაგაზე, რომ აი მაგალითად ვინმე ტრენერია როგორ, ანუ რა ფასებია, როგორ რანაირად, ანუ რამე თუ იცით მაგაზე დაწერეთ. ან რამე პლატფორმა თუ არსებობს, სადაც რეგისტრირდებიან ეს ტრენერები, არის მაგათი მოანცემები, რაღაცები მითითებული. ასე ვთქვათ, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაწერეთ, საინტერესო იქნება მოსმენა, მაგრამ ერთ-ერთი მიზანი ამ არხის გაკეთებისას ჩემი იყო ეგ, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა მე, რომ არსებობდეს რაღაცა, დავუშვათ, community, არსებობდნენ ვიღაცა ტრენერები, იყოს მაგათი რაღაცა შეფასების კატეგორია, რომ ვიღაცები უწევდნენ რაღაცა შეფასებებს, რომ კარგი ტრენერია თუ არა და რაღაცა და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გამოცდილი მოთამაშეები, დამწყები მოთამაშეებს ეხმარებოდნენ განვითარებაში. ხა მე პირადად ტრენერობას ჯერჯერობით კი არა და არ ამგონია საერთოდ დავიწყებ, ჯერჯერობით მით უმეტეს ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ დავუშვათ, არ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, სამართლიანი იქნებოდა, რომ მე დავუშვათ ფული ამეღო მოთამაშე, ანუ სწავლებაში, მაგრამ რაც შემიძლია იმას, ანუ უფასოდ, ანუ YouTube კონტენტის ფარგლებში უკვე რაც აღნიშნე, იმას ვაკეთებ რა. მაგრამ თუ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თეორიას ფუნდამენტურად კარგად იცნობენ და შეუძლიათ რომ ხალხს ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ცოდნა გადასცენ ფულის სანაცვლოდ, საინტერესო იქნებოდა ესეთი ხალხის ნახვა, ქართულენოვანი ხალხის ნახვა. კიდე ასევე მინდა ვთქვა ეგეთი რამე, რომ მოთამაშეებისთვისაც ძალიან ასწორებს ტრენერობა რა. მით უმეტეს ესეთი აი დაბალი ლიმიტების მოთამაშეებისთვის, აი დაბალი ლიმიტებში, ანუ მიკრო ლიმიტებს არ გულისხმობ, ანუ აი რაც NL50, NL100 რეგულარებზე უფრო ვლაპარაკობ რა. იმიტომ რომ მანდ შემოსავალი კი კარგია, NL100-ის რეგს კი კარგი შემოსავალი აქვს ზოგადად. მაგრამ დისპერსია და ეს ტრენერობა დისპერსიის გარეშე შემოსავალია. ზოგადად პოკერისტები ძალიან, ასე ვთქვათ, საჭიროებთ რაღაც გარანტირებულ შემოსავლებს. იმიტომ რომ რაღაცა დისპერსიის იმაში ცხოვრება, ბევრი ადამიანის ემოციური მდგომარეობისთვის აუტანელია. ასე ვთქვათ, დისპერსიული შემოსავლის ქონა. და ეს გარანტირებული შემოსავალი, ანუ ტრენერსაც ძალიან უსწორებს რა. ზოგადად აი სუფთა ქაღალდზე დათulis ამბავში, ხო? შეიძლება მაგალითად NL100-ის რეგი საათში უფრო მეც გამოიმუშავდეს, მაგალითად ვიდრე ის უხდიდეს, მოსწავლე უხდიდეს. მაგრამ ზოგადად როგორც წესი ესე 30-დან $30-დან იწყება ხოლმე 25-30 $-დან ზევით, აი $40 საშუალოდ ღირს ხოლმე საათში აი მიკროლიმიტების წვრთნელი რა, NL25-ის ჩათვლით დაუშვათ. აი NL50-ის რეგი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს უკვე. რეგი კი არა და წვრთნელი. აი ეს აი რუსულენოვან community-ში Gypsy Team-ზე როგორც არის, აი Gypsy Team-ი არის ეგეთი რუსულენოვანი პლატფორმა, სადაც ბევრს გეცოდინებათ და რავი, რუსულენოვანი ტრენერი ვინც დაგაინტერესებს, შეგიძლიათ შეხვიდეთ. ინგლისურენოვან ტრენერებსაც შეეხებათ, ესეთი რაღაცა Gypsy Team-ისნაირი პლატფორმა არ ვიცი, მაგრამ აი Running Twans-ი არის ეგეთი სკოლა, Phil Galfond-ის სხვაგანაც მიხსენებია ბევრჯერ, რავი, მან შეგიძლიათ შეხვიდეთ, რავი, არის საინტერესო რაღაცეები და მე მგონი ტრენერის შოვნაც უნდა შეიძლებოდეს, მან ზუსტად არ ვიცი ოღონდ რა. მაგრამ ან თუ მოინდომებს ადამიანი ტრენერის შოვნა ინტერნეტით პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ქართულ ენაზე. ტრენერის შოვნა. მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ტრენერთან დაკავშირებით. იმედი არ შეიძლება იქნება ისეთი დრო, რომ ჩვეულებრივად საქართველოშიც ანუ გვექნება შესაძლებლობა ტრენერებს შორის გავაკეთოთ არჩევანი, ვიღაც ტრენერები დავიწუნოთ, მოვძებნოთ კარგი ტრენერები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ეს წეგა ვილაპარაკი ინდივიდუალურ სწავლებაზე, ეხა აქ ჯგუფური სწავლების შესახებ ვიტყვი და ბარემ აქვე ვიტყვი პარტნიორის შესახებ, რომ პარტნიორთან ერთად იმუშაო და განვითარდე. რა თქმა უნდა, ჯგუფური სწავლება უკვე გავაკეთე პრინციპში მე კომენტარი, უკვე ვთქვი რომ მე ნამყოფო რაღაც ჯგუფებში და მაინდა-მაინც დიდად ეფექტური არ არის,
მაგრამ აქვს რაღაცა თავისი უპირატესობები, მაგალითად ის უპირატესობა აქვს, შეიძლება გაიცნო რაღაცა საინტერესო ხალხი, მე მაგათთან ერთად იმუშაო და პარტნიორი ყავდეს რა. პარტნიორი ხა არ არის აუცილებლად ჯგუფში იყო, რომ იპოვო, ხო? შეიძლება ინტერნეტაც იპოვო, შეიძლება რაღაცა ფორუმებზე, Telegram არხებზე, აი თუნდაც YouTube-ის არხებზე, რაღაც კომენტარებში, ამაში შეიძლება ვიღაცა ადამიანთან რაღაცა ასე ვთქვათ, საერთო იპოვო, დაუკავშირდე და დაუშვათ მე ერთად დარიგებები გაარჩიოთ ან რაღაც ეგეთი. კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს რამე უფრო ისეთი აი ფორუმი, სადაც იყო ადრე რაღაცა ფორუმი, მაგრამ აი მე ვერ გავერკვიე სიმართლე რომ გითხრათ, აი რაღაცნაირად ვერ ვადაპტირდი აი რაღაცა მაგ ფორუმზე. უფრო რაღაცა ესეთი თანამედროვე ვარიანტი რომ არსებობდეს, კარგი იქნებოდა. რავი, უნდა მოიხოდოს თუ მოსახოდია თუ არა და რამენაირად ეხა პარტნიორის შოვნა ძნელი არ იქნება. მოკლედ ამ კატეგორიაზე ითქვათ რომ ჯგუფური მუშაობა უფრო ნაკლებად ეფექტურია ვიდრე ინდივიდუალური, მაგრამ მაინც ცუდი არ არის რა, კარგია. და პარტნიორთან ერთად მუშაობა ანუ უფასოდ გულისხმობ, რა თქმა უნდა, როდესაც უბრალოდ დაახლოებით ერთ დონეზე განვითარებული ორი მოთამაშე ცდილობს ერთად რაღაც დარიგებები გაარჩიონ, ერთმანეთის დარიგებები და რაღაც ერთმანეთის აზრი მოისმინონ, ეს ძალიან ჯანსაღი რაღაცაა და გირჩევთ თუ რეალურ ცხოვრებაში იცნობთ ვიღაც ადამიანებს, ვინც თქვენსავით პოკერს თამაშობენ, ერთად რაღაც ან ვიდეოები გაარჩიეთ, ან დარიგებები გაარჩიეთ, ან რაღაცა, თუ არა და ინტერნეტით, რავი, შეთავაზეთ ვინმეს ინტერნეტით თუ იცნობთ, დარიგებები გაარჩიოთ ან რაღაც ეგეთი და თუ არა და აი ცოცხალი სესიების ქვეშ აკომენტარებს ხალხი რაღაც თავის აზრს დარიგებებთან დაკავშირებით რაღაცა, უკვე რაღაც რამდენიმე ვიდეოზე შევამჩნიეთ ჩემს არხზე რომ რაღაცა დისკუსიასავით მოიხოდა, იქ ერთმა ის დაწერა, მეორე მის უპასუხა, მე იქ რაღაცა საწინააღმდეგო აზრი გამოჩნდა. აი ეს საერთოდ ძალიან ჯანსაღი პროცესია რა. და ვისურვებდი რომ ძალიან ბევრი იყოს ეგეთი და მაგ პროცესში კიდე ხალხი ერთმანეთს გაიცნობს და ეგ მაგადა ასწორებს ზოგადად რა. შემდეგი საკითხი ეს Green Line-ის სურათი ჩავსვი, ანუ ეს ყველაზე ასე ვთქვათ მასშტაბური ფონდია რუსულენოვან სამყაროში. და ინგლისურენოვან სამყაროში რომელია ყველაზე მასშტაბური, სახელი აღარ მახსოვს, ვიცი რომელიც არის, სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ მოკლედ ინგლისურენოვანი ფონდებიც ბევრია, ბეკინგის ფონდები და რუსულენოვანიც ბევრია. რა არის ახლა ეს, ვინც არის ის უცებ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის პოკერის სკოლები. ოღონდ ეს სკოლები ფულს არ იღებენ მოსწავლეებისგან, ისინი იყვანენ მოსწავლეებს, რომლებსაც თავიანთი ფულით ათამაშებენ, ანუ აფინანსებენ, თავიანთი ფულით ათამაშებენ და სანაცვლოდ იღებენ შემოსავლის 50%-ს. კარგ შემთხვევაში 25%-ს რა. და საწყისისთვის 50%-ს მე არის რაღაც იქ შესაძლებლობები რომ გაგიზარდონ პროცენტი და მე მგონი 75% ზევით დიდად არც ერთი ფონდი მე მგონი არ გიზდის რა, როგორც ეხა რამდენადაც მე ვიცი ხა შევა ვიღაცა გიზდის ეხა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ეხა თქვა ჩვენ რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება ქონდეს ბეკინგის ფონდში ყოფნას. ზოგადად მინუსი ის არის რომ რეალურად თუ მართლა კარგი მომგებიანი მოთამაშე ხარ, გაცილებით უფრო დიდი ფულის მიცემა კიდევ ფონდისთვის, ვიდრე ტრენერს მიცემდი ინდივიდუალურად რა გეყვანა რა. ხო, ეს არის მინუსი. უფრო მეტ ფულს იხდი სწავლაში. მაგრამ სანამ გახდები მართლა კარგი მოთამაშე, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ფულს აძლევს ფონდს, იმაზე მეც ვიდრე სწავლაში დამოუკიდებლად გადაიხდი და მანამდე შეიძლება ფონდი იყოს ძალიან მომგებიანი. იმიტომ რომ გაძლევენ ანუ ტექნიკურ მომსახურების უზრუნველყოფას გიკეთებენ, აი პროგრამები, რაღაცეები, აზრზე მოყავ ხარ ვაფშე როგორ უნდა ანუ როგორ სად რანაირად. პლუს შენ ბანკროლი არ გჭირდება, ეს სხვათა შორის ქეშზე რაღაც მე დიდ უპირატესობა და არ მიმაჩნია სიმართლე ვთქვა რომ ბანკროლი არ გჭირდება, იმიტომ რომ იდეაში პოკერის, ასე ვთქვათ, პოკერის მოთამაშე და პროფესიონალის კარიერის ფუნდამენტური კონცეფცია არის ბანკროლ მენეჯმენტი რა და მაგისგან დამოუკიდებლად ანუ რაღაცნაირად ეგ ნაკლოვანება ალბათ ექნება შენს ასე ვთქვათ აი პროფესიონალიზმს რომ ბანკროლ მენეჯმენტი კარგად არ გეცოდინება ასე ვთქვათ აი არ გეცოდინება არა ზეპირად ინტელექტუალურად არამედ გულისხმობ აი განცდის დონეზე ასე ავტომატიზებულად არ გექნება ეს რაღაცა ბანკროლის დათვლისის და შეიძლება რაღაცა დამოკიდებული გახდე ფონდზე და რაღაც ფონდისგან დამოუკიდებლად დავუშვათ ვერ განვითარდე მე ესე კარგად. ანუ ეს მინუსი ჩემი აზრით აქვს. თუმცა მე არ გამომიცდია ეს არ ვიცი. თუმცა აი ვისაც გამოვუწია იმათგანაც სმენია ეს. და ხო. მოკლედ ის არის რომ
კიდე ტრენერები, კარგი ტრენერები ყავთ მართლა და თან ესე მაგათი ინტერესია რომ ფულის მოგება დროზე დაიწყო კარგი ფულის მოგება და ძალიან აინტერესებთ რომ მოიგო თან მაგათ შენ ცოტა ფული რომ მოიგო არ აწყობთ მაგათ უნდათ რომ ბევრი ფული მოიგო იმიტომ რომ ტრენერების ხარჯები უნდა გაისტუმრონ ეს ხელფასები რაღაცეები ხო ამ ხელა ორგანიზაციაა და აი შენზე მაგალითად რაღაც ხარჯავს ეს ორგანიზაცია ამ ტრენერები რო გემსახურებიან ეს ტექნიკური ჯგუფი რო გემსახურება და ასე შემდეგ ეს ფინანსები რაღაცეები საბოლოო ჯამში კარგად უნდა იგებდე რომ უღირდეთ შენი ფონდში გაჩერება. კიდე ერთი მინუსი აქვს რომ ფონდი გიყვანს იმ შემთხვევაში თუ შენ უკვე ხარ იდეაში პლუსავი მოთამაშე. აქვთ რაღაც პროექტები საერთოდ დამწყები მოთამაშეებისთვის, ოღონდ იმათ არ აფინანსებენ, უბრალოდ ასწავლიან რა. ეგ ძალიან კაი რამეა ჩემი აზრით, რაღაც NL2-ის და NL5-ის რეგულარებისთვის აქვთ, აი ამ ფონდსაც აქვთ და სხვა ფონდებსაც აქვთ რაღაცა ვარიანტები, რომელსაც არ აფინანსებენ, მაგრამ ეხმარებიან რა. Fanfarmსაც აქვს ეგეთი, ამათაც აქვს, რავი, რუსულენოვან ფონდებს უმრავლესობას აქვს და ეს Fanfarm-ი არის ისა, ადრეც მაქვს ნახსენები, ეგ ის არის. MTT, ანუ ის ტურნირების ფონდი არის რა, ეს ქეშის ფონდი არის. იდეაში ტურნირების მოთამაშეს უფრო განსაკუთრებით ჭირდება ეს ფონდი, იმიტომ რომ დამოუკიდებლად განვითარება ტურნირებში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იქ ბანკროლები არის, ვაფშე სასწაულად ღრმა ბანკროლი ჭირდება. აი ძვირიან ტურნირებს ვინც თამაშობს რაღაცა $200 და $500 რაღაცა ეგეთ ტურნირებს ვინც თამაშობს, სასწაული დისპერსია არის და მოკლედ ფონდის გარეშე ძალიან ძნელია განვითარება. ეხლა ეს რაღაცა ესე თეორიულად რა პლუსები და მინუსები შეიძლება კონდეს ფონდს, მაგრამ აი პრაქტიკულად რო ვთქვათ, ხო? ძალიან ბევრი კმაყოფილი მოთამაშეებიც ვინც ფონდშია და კმაყოფილია. ერთი ამ რაღაცა გუნდის წევრი რო ხარ რაღაცა აი მაგას თავისი მუღამი აქვს რა. და ძალიან ბევრი მოთამაშე ვიცი, ვინც წლების მანძილზე მიკროლიმიტებზე იყო, მერე ფონდში წავიდა და ტიპებმა რავი, ერთ წელიწადში რავი, NL400-ის და NL600-ის რეგულარი გაიჭიტა რა. ეგეთი ძალიან ბევრი ვიცი. ქეშზეც, ტურნირებზეც ბევრი ვიცი ეგეთი. მოკლედ განვითარება არჩე ძალიან დააჩქარებს ფონდი განვითარებას. აი ეგეთი რეგულარები, რომლებიც მიკროლიმიტებზე იგებენ საკაიფოდ ფულს სიტყვაზე, მაგრამ ვერ ვითარდებიან. აი ეგეთი ტიპებისთვის იმენა მისწრება არის ფონდები რა. სრულიად დამწყებ მოთამაშეებსაც შეეხება. მაგათაც რაღაც გაგებით კარგი ვარიანტია. ის უფასო ვარიანტები, ოღონდ იქ ბეკინგი არ არის, ის ჩათვალე რაღაც ტრენერის პონტია, ჯგუფში მოხვედრის, ოღონდ უფასოდ რა. ანუ თუ ჩვეულებრივ პოკერის ჯგუფში ან ინდივიდუალურ ტრენერთან ფული უნდა გადაგეხადა, ამათთან რაღაც სხვა პირობა არის. არა ფული, არამედ მაგალითად უნდა ითამაშო რაღაც 20,000 დარიგება ბოლო 3 თვის მანძილზე, რამე ლიმიტზე, მნიშვნელობა არ აქვს, NL2-ზე, NL5-ზე, ოღონდ ისეთ რომში სადაც გექნება სტატისტიკა რა. აი ამ პირობას თუ დააკმაყოფილებ, მაშინ აგიყვანენ ჯგუფში და მე რაღაცა დაგატრენინგებენ ელემენტარულ საბაზისო სტრატეგიას გასწავლიან იქ რა. დაახლოებით ეგეთი პირობა ხარ, ზუსტად ეხა ეს ისე მოვიგონე მე თვითონ ზეპირად, ზუსტად აღარ მახსოვს რა პირობა აქვს. და იმაში რო აგიყვანონ, ანუ ასანოვის ასწავში რო აგიყვანონ, ხო? მაგ შემთხვევაში აუცილებლად მომგებიანი ის უნდა ქონდეს. მომგებიანი ეს რა, შედეგი. ანუ დავუშვათ 20,000 არა, მან მეტი დარიგებები და მე მგონი 100,000 დარიგება უნდა და NL10, NL25-დან არის მე მგონი სადღაც. და უნდა იგებდე რა, თუ წამგებიანი მოთამაშე ხარ, არ აგიყვანენ, ეგეთი პონტია. მოკლედ მოხვედრა არც ისე ადვილია, მაგის თქვა მინდა. ანუ უკვე რაღაცას უნდა იგებდე, მაგრამ თუ შენი პრობლემაა რომ ლიმიტებს ვერ ზდი, შეიძლება ძალიან დაგეხმაროს ფონდი. ნუ ერთი მინუსი აქაც ის არის, რომ ქართულენოვანი ფონდები სამწუხაროდ არ არსებობს. და უახლოეს მომავალში მე მგონი არც არაფერი არ იგეგმება. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია და თუ არსებობს და მე არ ვიცი, დაწერეთ. მე ვიცი რაღაცა მცდელობები, ვიცნობ ადამიანებს, ვინმე ცადეს რაღაცა მსგავსი ბეკინგის ამბები და როგორ დამთავრდა, როგორც მე მახსოვს, მაინც წარმატებით ვერ გაიარა. ვერ ჩაიარა მაგ ამბავმა. მაგრამ ისე აღარ მიმიდევნებია თვალყური მე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაფერი აღარ მსმენია მაგ ამბავზე და სავარაუდოდ არ არსებობს. კარგი. ეხლა
ბოლო ვარიანტი, ეს არის ეს ჩემი არხის ის ჩავწერე პოსტერი YouTube poker მეთქი, მიწერია ეგრე და რა იგულისხმება ამაში, რომ ანუ YouTube-ზე პოკერის შესწავლილი კონტენტის ყურება და ასე შემდეგ. ნუ იდეაში კურსებზე ვილაპარაკე და სტრიმებზე ვილაპარაკე, ბევრი სალაპარაკო არაფერი აღარ არის. მაგრამ აი ეს YouTube-ზე პოკერის შესწავლილი კონტენტი დაახლოებით ჩემი არხი როგორიც არის, ეხა ბევრად უკეთესი არხები არსებობს, მე ლინკებს ყოველთვის გიტოვებთ ხოლმე ვიდეოების ქვეშ. და ბევრად უკეთესი არხები არსებობს რუსული და ინგლისურენოვანი ასეთი საბაზისო ფუნდამენტური პოკერის პრინციპების შესწავლისთვის, მაგრამ ქართულის რო ქონდეს აგვაწყენდა და მაგიტომაც რა ის აქვს, რა პლუსი აქვს ეხა ამ შესწავლის აი ამ მეთოდს რომ დამოუკიდებლად იჯდე და რაღაცა ესეთ ჩემ ვიდეოებს და ანუ უფრო დახვეწილ ინგლისურენოვან ან რუსულენოვან ვიდეოებს უყურებდე პოკერის სტრატეგიაზე. რამდენად ეფექტურია და როგორ რანაირად. ეს ძალიან ეფექტურია იმათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს ფული მოგებული პოკერში. იმდენი რომ დაიწყოს უკვე ანუ განათლებაში ფულის ხარჯვა რა. მაგალითად ტრენერთან მისვლა, ან რაღაცა სოფტის შეძენა, ან კურსის შეძენა, ან ნებისმიერი ეს რაღაცები, რადგან მე ვილაპარაკე. იდეაში უკვე ვინც ცოტა ფული მოიგო პოკერში რაღაცა ელემენტარული პრინციპები ისწავლა და რაღაც პლუსში თამაში დაიწყო, რაღაც ბანკროლი ააშენა, შევა კომპიუტერი გამოცვალა რაღაცა. უკვე მაგათთვის არის ეს ყველაფერი რა. ხო, ისე ფონდებზე უნდა მეთქვა, ხო, დამავიწყეთ ეხლა რომ ფონდები კიდე ეს კონკრეტული ფონდი ეს Greenline და სხვა ეს რუსული ფონდები და ისინი რაღაცა თამაშისაც ანუ კარგ თამაშებში გიჩითავენ რა. ჩვეულებრივ ევროპულ რუმებში არ გათამაშებენ, ანუ რაღაც აპლიკაციებში გათამაშებენ, სადაც ცოტა ძნელი და სამუღამებელია რა, ორიენტაცია ცოტა ძნელია რა, სად ვისე თამაშო როგორ რანაირად, კარგში თვითონ მაგ ყველაფერს აგვარებენ და კარგ შემადგენლობებში გსვამენ და იმ კარგ შემადგენლობებში თამაშობ საბოლოო ჯამში, ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთ ამას კპირდებიან და რამდენად აკეთებენ უკვე, როგორც ვიცი, აკეთებენ რა, ვინც მაგ ფონდშია და რაც მსმენია მაგათგან, აკეთებენ ანუ და მართლა კარგ სასწავლებში გიჩითავენ რა, ამ აპლიკაციებში. და ცოტა ძლიერი კომპიუტერიც უნდა მაგ აპლიკაციებს ზოგიერთს რა და ცოტა მახინჯი არის რა, სათამაშოდ, მაგალითად მე ვითამაშე რაღაც რამდენიმე სესია მაგ თამაშები ცხოვრებაში და ამის თუდად გავხდი, მაგრამ ალბათ მიეჩვევი რა, ალბათ მიეჩვევი. ცოტა მოკლედ ისეთი ინტერფეისია, რომ გააჩნია რაღაცა, ეხლა გაიჩნდა რაღაც აპლიკაციები, მე მგონი, სადაც შედარებით ნორმალური ინტერფეისია, ზოგადად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ მინუსი არის. რაღაც გაგებით პლუსიც არის, რაღაც გაგებით მინუსიც რა. ფულის შონის პონჩი პლუსია და სიამოვნების მიღების პონჩი თამაშით მაგარი მინუსია. ხო, ესე იგი. ხო. ანუ YouTube-ზე შესწავლილი კონტენტი, არა სტრიმები, არამედ იმენა შესწავლილი კონტენტი არის სასარგებლო ძალიან დამწყები მოთამაშეებისთვის. ჩაუჯექით, ისწავლეთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. მით უმეტეს, როცა მაგალითად ჩემს არხზე ეხლა სხვა არხებზე არ არის ესეთი შესაძლებლობა, მაგრამ ჩემს არხზე ჯერჯერობით არის ესეთი შესაძლებლობა, რომ რაც გავარჩიოთ თქვენი დარიგებები, გავარჩიოთ თქვენი ვიდეოები და რაღაცა ანუ ინდივიდუალურ დონეზე მოგცეთ რეკომენდაციები, მართალია დარიგებებს ისეთი ადამიანები მიგზავნიან, რომლებიც ნუ ზოგიერთ შემთხვევაში ჩემზე მაღალ ლიმიტებს თამაშობენ და უფრო ისეთი სახალისო კონტენტი გამოდის ხოლმე, ვიდრე დაუშვათ რაღაცა coaching-ი, მაგრამ დაბალი ლიმიტების მოთამაშეებსაც მოგიწოდებთ. მაინც ვიდეოს გარჩევა უფრო ეფექტურია, ვიდეოს თუ ჩაწერთ, მაგრამ ნუ თუ ცალკეული დარიგებები გაქვთ რაღაცა, რაც გინდათ რომ გავარჩიოთ, გამოაგზავნეთ. მოკლედ მოიგეთ ფული, ააშენეთ ბანკროლი. რავი. და მე მოიფიქრეთ, როგორ და რანაირად გავითარდებით პოკერში. სანამ ეს ყველაფერი მოხდება. მაგისტვის, ანუ ეს ვარიანტი არის კარგი, რომ YouTube-ზე უყუროთ შესწავლილ კონტენტს და ნელ-ნელა მოიხოვოთ რა. კარგი, მე მგონი საკმარისი ვილაპარაკეთ პოკერის სწავლაზე და ეხლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. წარმატებებს გისურვებთ.